წარმოიდგინეთ, რომ ჩვენი სხეული ერთი დიდი სახლია. იმისთვის, რომ ეს სახლი მყარად იდგეს, აგურებს შორის საჭიროა ხარისხიანი წება, რომელიც ყველაფერს ერთად აკავშირებს. არსებობენ ბავშვები, რომელთა ორგანიზმსაც ეს დამაკავშირებელი მასალა დაბადებიდან არ აქვს. მათ კუნთებს სიმყარე აკლიათ. ამას დილშენის დაავადება ჰქვია. თავიდან ყველაფერი ჩვეულებრივადაა. დროთა განმავლობაში, რადგან დამჭერი მასალა არ არსებობს, კედლები ნელ-ნელა სუსტდება. ბავშვებს უჭირს კიბეზე ასვლა. სირბილი, შემდეგ კი უბრალოდ სიარულიც კი. ევროპაში და ამერიკაში ისწავლეს, როგორ დაეხმარონ ამ სახლს, რომ არ დაიშალოს სახელმწიფო ყიდულობდა თავიდან სარემონტო მასალას. ეს არის უახლესი მედიკამენტები, რომლებიც ძალიან ძვირია, მაგრამ კუნთოვან მასალას ყველაზე მეტად სჭირდება. გარემო ისე არის მოწყობილი, რომ თუ ბავშვს სიარული უჭირს, ის მაინც ყველგან აღწევს. ეს იქნება სკოლა, კინო თუ პარკი. იქ ეთლი არ არის ბარიერი. ის უბრალოდ გადაადგილების საშუალებაა. ჩვენთან საქართველოში ამ ბავშვების ოჯახები ხშირად მარტო რჩებიან. რა უნდა შეიცვალოს? ჩვენ გვჭირდება პროგრამა, რომელიც ამ ძირადღირებულ წამლებს ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომს გახდეს. მშობელი არ უნდა დადიოდეს ერთი კლინიკიდან მეორეში. ყველაფერი ერთ სივრცეში უნდა იყოს გაერთიანებული და რა თქმა უნდა ადაპტირებული უნდა გახდეს გარემო.